აქ არის ძალიან ახლოსაც და პლუს დონეებიც პრობლემა არის, იმიტომ რომ ეს სასმელი წყლის მილი ხდება კანალიზაციის მილს ქვემოთ. მეორე აი იქეთ გადის სანიაღვრე და აქ ავარია რომ მოხდეს, ნამდვილად იქნება დაბინძურებული სასმელი წყლის მილსადენი. ანა გაბრიაძე არასამთავრობო ორგანიზაცია უსაფრთხო სივრცის თავმჯდომარეა და წლებია დიღმის ტყეპარკის ენდემური გარემოს შენარჩუნებაზე მუშაობს. დიღმის ტყეპარკის ტერიტორია იყო 75 ჰექტარი, გადარჩენილია 20 ნახევარი და მიმდინარეობს მუდმივი ბრძოლა მაგ ტერიტორიის შენარჩუნებისთვის. მოსახლეობას პირდებოდნენ მთელი ამ ტერიტორიისთვის ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსის მინიჭება, დაპირება ვერ შეასრულეს და მიმდინარეობს დავა, იმიტომ რომ ტერიტორიის ნაწილს მიანიჭეს საზოგადოებრივსაქმიანი ზონის სტატუსი. თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით დიღმის ტყეპარკის ნაწილს საზოგადოებრივსაქმიანი ზონა 3 სტატუსი მიენიჭა, ხოლო დანარჩენ ტერიტორიას ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსი აქვს. ეს არის ეს ტერიტორია, რომელსაც ტყე არის ფაქტიურად. ამ ტერიტორიაზე ფრაგმენტულად არის ჩართული ობიექტები კომერციული და ისინი სულ ცდილობენ გაფართოვებას, ანუ ხეებს ჭრიან, ჩეხავენ, უკანონო მშენებლობებს აწარმოებენ. ზუსტად ამ ობიექტების დაერთება მოხდა აღმაშენებლის ხეივანში საკანალიზაციო ქსელზე. ტყეპარკის საზოგადოებრივსაქმიანი ზონა აღმაშენებლის ხეივანს ცენტრალურ გზას ემიჯნება, სადაც რამდენიმე კომერციული ობიექტია განთავსებული. მათ შორისაა მარი მარკეტი, რომპეტროლის ბენზინგასამართი სადგური და შპს ორანჟერეას ყოფილი შენობა, რომელიც ორანჟერეამ ნიკორას მიყიდა. ამ ობიექტების საკანალიზაციო სისტემების მოწყობასა და ექსპლუატაციას არასამთავრობო ორგანიზაცია უსაფრთხო სივრცე პრობლემად მიიჩნევს, ვინაიდან მათი აზრით ეს საკანალიზაციო ქსელი საფრთხეს უქმნის სასმელ წყალს. რეალურად დიღმის ტყეპარკის პრობლემა გადალახა დიღმის ტყეპარკის საზღვრები და იქცა ქალაქის პრობლემად. ანუ ეს ობიექტები კანალიზირების გარეშე სვriდნენ ამ ტყეპარკს და სეპტიკების მოწყობა იყო ჩვეულებრივი სეპტიკები ცივილური რო ყოფილიყო და აიხლა კიდე მათი კანალიზაცია საფრთხეს უქმნის ქალაქის წყალსადენს. ანა გაბრიაძის არასამთავრობო ორგანიზაციამ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. 2020 წლიდან სასამართლოს განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შეჩერებულია საზოგადოებრივსაქმიანი ზონის სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ მშენებლობას ვერ აწარმოებენ. მიუხედავად ამისა, ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერმა ტყეპარკში განთავსებული კომერციული ობიექტების მოთხოვნით 2023 წელს დააპროექტა და განახორციელა რამდენიმე ობიექტის კანალიზირება, მათ შორის მრავალფუნქციური კომპლექსის ორანჟერეას კანალიზირება, რომლის მშენებლობაც სასამართლოს განჩინებით იყო შეჩერებული. დაერთება მოხდა აღმაშენებლის ხეივანში, სადაც სასმელი წყლის მაგისტრალური მილსადენიც გადის. სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, სრულად არ არის დაცული სანიტარული სტანდარტები. უსაფრთხო სივრცემ სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართა საკითხის შესწავლის მიზნით. სააგენტოს გამოგზავნილ პასუხში იკვეთება, რომ სასმელი წყლის დაბინძურების საფრთხე არსებობს, რადგან არ არის დაცული საქართველოში მოქმედი სანიტარული სტანდარტები. სასმელი წყლის დაბინძურების რისკებიდან გამომდინარე, სესმა წყლის სინჯების გაძლიერებულად შემოწმება დაიწყო იმ ტერიტორიებზე, სადაც ამ მილიდან მოსახლეობა მარაგდება. კერძოდ, დიღმის მე-3, მე-4, მე-5, მე-6 კვარტლებიდან და წერეთლის გამზირის ნაწილიდან, თუმცა სინჯები დაბინძურებული არ აღმოჩნდა. ჯივიპის ნახაზებში ჩანს, რომ სასმელი წყლის მილს კანალიზაცია კვეთს. უსაფრთხო სივრცემ სასამართლოს მიმართა და საკანალიზაციო ქსელის ექსპლუატაციის ნებართვის შეჩერება მოითხოვა, რადგან მათი მტკიცებით კანალიზაციის ცენტრალური მილიც და მასზე დაერთებული განშტოებებიც გარკვეულ ადგილას სასმელი წყლის მილის ზემოდან გადადის და მდებარეობს იმ დისტანციაზე, რაც სასმელი წყლის დაბინძურების პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს. ჩვენ ჩავწერეთ ინტერვიუ საიას იურისტ ნინო ხუციშვილთან, რომელიც აღნიშნულ საქმეს იცნობს.
ის რომ საფრთხე იყო ძალიან დიდი და საფრთხე იყო რეალური, არ გაიზიარა სასამართლომ და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე თქვა უარი. დღეს მდგომარეობით გვაქვს ეს მოცემულობა, რომ არსებითი განხილვა დავის არ მომხდარა, ხოლო უზრუნველყოფასთან დაკავშირებით დავა გრძელდება სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლო განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე, თუმცა 24 იანვარს არის გადაგზავნილი საქმე სააპელაციო სასამართლოში და დღეს უკვე გასული არის საკმაოდ დიდი დრო, დარღვეული არის ყოველგვარი საპროცესობა და ანა გაბრიაძე ამბობს, რომ ვერც თბილისის მერიიდან და ვერც GVP-დან ვერ მიიღო სრულყოფილი დოკუმენტაცია საკანალიზაციო კოლექტორისა და 900 მმ-იანი დიამეტრის სასმელი წყლის მილის ჩაღრმავებების და ასევე მათი განლაგების დისტანციის შესახებ. გვანახებს, რომ ესე გადასწყალი. დონე რო არის უფრო დაბლა, ეს ამით მტკიცდება. კი ბატონო, ანუ გამოდის რომ საკანალიზაციო კოლექტორი ზემოთ არის, ის უფრო ქვემოთ არის. ხო, ანუ სასმელის წყლის ჭა უფრო ღრმად არის. აღნიშნული საკანალიზაციო კოლექტორი 2020 წელს თბილისის მერიის დაკვეთით შპს პალიტრამ გააკეთა. კანალიზაცია სოფელი დიღმიდან გიორგი ბრწყინვალის ქუჩიდან ჩამოდის. აღმაშენებლის ხეივანს გაივლის და ახმეტელის ქუჩის გავლით ბელიაშვილზე ჩადის. მოცემულ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს თქვენ როგორც აღნიშნეთ საბჭოთა რეგულაციები, ეგრეთ წოდებული სნიპები, რომლებიც ძალიან მკვეთრად და კონკრეტულად ასახავს იმ გარემოებას, რომ არ შეიძლება გადატარებული იყოს ან მკვეთრ თანხვედრაში იყოს ამ ორი ტიპის მილი ერთმანეთთან. ეს გარემოება რატომ არის თავის მხრივ ამგვარად გამოკვეთილი, ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ამან შეიძლება შეუქცევადი ზიანი გამოიწვიოს თავისთავად. შეუქცევადი ზიანი გარემოსთვის, ადამიანების ჯანმრთელობისთვის, იმიტომ რომ ძალიან დიდი ტერიტორია მარაგდება სწორედ ამ სასმელი წყლის მილები. GVP-ის ტექნიკური დირექტორი გიგა ნადირაძე აცხადებს, რომ დიღმის ტყეპარკის მიმდებარედ წარმოებული სამუშაოების დროს მათი მხრიდან სრულად დაცული იყო მოქმედი ნორმები. მისადენების გადაკვეთა ეს ჩვეულებრივი მომენტია, გამორიცხულია სასმელი წყლის და წყალარინების მომარაგება გააკეთო ქალაქის ტიპის დასახლების ან სოფლის ტიპის დასახლების გადაკვეთა არ ხდებოდეს, უბრალოდ შეუძლებელია ამის ესე გაკეთება. გადაკვეთა დასაშვებია როგორც სასმელი წყალარინების მისადენის როცა ვყვეთ. შესაძლებელია რომ სასმელმა წყალმა გაიაროს წყალარინების ზემოთ და ასევე შესაძლებელია რომ ქვევიდანაც მოხდეს გატარება. გაცემულია თუ არა ნებართვა საკანალიზაციო კოლექტორის მშენებლობაზე და ზუსტად რა დისტანციაზე მდებარეობს წყალმომარაგების 900 მმ-იან მილთან, ქმნის თუ არა სასმელი წყლის დაბინძურების საფრთხეს აღნიშნული კოლექტორი, ამის შესახებ თბილისის მერიისგან საჯარო ინფორმაცია მოვითხოვეთ. მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ გვიპასუხა, რომ მათთან შესაბამისი ნებართვა არ იძებნება. ჩვენ GVP-ის ტექნიკურ დირექტორს ვკითხეთ, ჰქონდათ თუ არა ნებართვა, როდესაც შპს ორანჟერეას მოთხოვნით საკანალიზაციო ქსელი მოაწყო და ცენტრალურ კოლექტორზე დააერთა. არქიტექტურის ნებართვა საჭირო არის დიდი დიამეტრების ან მაღალწნევიანი ქსელების მოწყობის შემთხვევაში დაბალი წნევის მქონე მილსადენებზე არქიტექტურის ნებართვა არ არის საჭირო. აქ იქნებოდა საჭირო მხოლოდ ქონების მართვიდან ნებართვა. საფრთხე რომ რეალურია, ეს ჩვენს ხელთ არსებული სურსათის ეროვნული სააგენტოს წერილითაც დასტურდება. 2025 წლის იანვარში სესმა ნიკორა ტრეიდი გააფრთხილა, რომ აღმაშენებლის ხეივნის რიგ მონაკვეთებში არსებული წყალსადენ წყალარინების ქსელის მიმდებარე ტერიტორია წარმოადგენს გაზრდილი საფრთხის ზონას, რამაც შეიძლება სასმელი წყლის დაბინძურება გამოიწვიოს. ჩვენთვის უნდა ეცნობათ აუცილებლად. თუ ჩვენს მომხმარებელს რაიმე ტიპის საფრთხე აქვს სასმელი წყლის სარგებლობაზე ან წყალარინების სისტემის გამოყენებაზე, ამ საფრთხის საპირწონედ ჩვენ უნდა გქონდეს ადეკვატური გეგმა, შეფასება და მაკროკრიტიული ღონისძიებების გატარება. ანუ თუ სურსათმშენებლობის სააგენტო თulis რომ იქ რაღაცა მომეტებული საფრთხე არის და რაღაცა პოტენციურად ასაშენებელ ობიექტთან მიმართებაში გაითვალისწინეო, მე ესე გავიგე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღეს პირველად ნახეთ წერილი. ამ შემთხვევაში ეს ჩვენ დამატებით უნდა მოვიკვლიოთ, ნახოთ, კომუნიკაცია გქონდეს მათ შორის სურსათმშენებლობასთან, რა კონტექსტში ან რა კუთხით ხედავს პრობლემას ან მომეტებულ რისკს. სტუდია მონიტორმა ინტერვიუ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტთან ჩაწერა. ნებისმიერი საერთაშორისო სანიტარული სტანდარტების შესაბამისად წყლის მილსა და კანალიზაციის მილს შორის მინიმუმ ფიზიკური დაშორება მაინც უნდა იყოს. მით უმეტეს, როდესაც საქმე გვაქვს კანალიზაციის
მილის ზევდამდებარეობასთან, წყლისმთან და ეს მილები ასევე თუ პარალელურად მიდიან და ერთმანეთს ეს მიმართ პარალელურად არიან განლაგებული, კიდევ უფრო მეტი დიდი პრობლემა არის. იმიტომ რომ ნებისმიერმა წნევის ცვალებადობამ, გაჟონვამ, მილის მექანიკურმა დაზიანებამ შეიძლება მოახდინოს ეს კანალიზაციის გაჟონვა, მოხდეს შერევა ამ სასმელს წყალში. და შესაბამისად ამან გამოიწვიოს როგორც სხვადასხვა სახის დაავადებები, განსაკუთრებით ინფექციური დაავადებები, არა მარტო ინფექციური, ასევე შეიძლება აქ ადგილი ქონდეს ქიმიური ნივთიერებების, მაგალითად საეწყლის საშუალებების, მედიკამენტების ნაჩენების თუ სხვა სახის ნაჩენების ჩადინება სასმელწყალში და ამან კი შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას მოსახლეობის ჯანმრთელობას. ობიექტური სასამართლოს პირობებში სასამართლო ვერ გაექცევა ამ დოკუმენტაციას და მტკიცებულებებს და საკანონმდებლო რეგულაციებს, რომლებიც არსებობს მსგავს საკითხებთან მიმართებაში. თუმცა მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას და ჩვენ წინასწარ ბუნებრივია ვერ გვეცოდინება მას რა პოზიცია ექნება. თუმცა მოლოდინები იმის გათვალისწინებით, რომ გვაქვს სამართლებრივი წინაპირობები და დოკუმენტები, ჩვენი შინაგანი განცდები არის ასეთი, რომ სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ეს ყველაფერი.